ეხლა უცებ გამახსენდა ესეთ საკითხი, რამდენიმე ადამიანმა კითხა, რომ რაცო დავიწყეო სტატინების, ანუ ქოლესტერინის დამწევით პრეპარატების, მედიკამენტების მიღებაო, მხედველობა უფრო დამაკლდაო და გამახსენდა, რომ მე თქვა, სტატინები პირველ რიგში ანადგურებს უჯრედებში მიტოქონდრიებს და განსაკუთრებით მხედველობას იმიტომ ეხება, რომ ჩვენ თვალის ბადურაში არსებული უჯრედები ანატომია რო არ აგიხსნათ, ხო, გეტყვით, რომ უჯრედებია, რომლის ფუნქციონირებასაც მნიშვნელობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ჭირდება ბევრი მიტოქონდრიიდან მიღებული ენერგია. და ასაკთან ერთად მიტოქონდრიების რაოდენობა იკლებს. და დაუშვათ 20 წლის ასაკში და 60 წლის ასაკში სამჯერ ნაკლებია უკვე მიტოქონდრიების რაოდენობა და სტატინები ამ მიტოქონდრიებს კიდევ უფრო მაგრამ და დიდი სისწრაფით ანადგურებს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი თქვათ იგივე კოენზიმ Q10 ნაწილობრივ აღადგენს ამ ყველაფერს. და მეორე პრობლემა რაც არის მხედველობასთან ეს არის შაქრები. იმიტომ რომ დიაბეტიკებს უფრო მალე უზიანდება მხედველობა. იმის გამო რომ ბადურაც და ბროლის თვალის ერთნაირად ზიანდება შაქრით და ეს ორი ფაქტორი გაითვალისწინეთ და შესაბამისად გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.